შესაძლებელია, რომ თავისუფლება თურთად იქცეს, ძალიან მძიმე თურთად, რომლისგანაც ადამიანი გაქცევას ცდილობს. Რატომ ხდება, რომ ბევრისთვის თავისუფლება სამოყვარი მიზანია, სხვებისთვის კი საფრთხე? ეს ერიხ ფრომის, ცნობილი ფსიქოანალიტიკოსის, ფილოსოფოსის და სოციოლოგის ფუნდამენტური კითხვა, რომელიც მის წიგნს თავისუფლებისგან გაქცევა საფუძვლად უდებს. ფრომს სურს ამოხსნას პარადოქსი. ადამიანები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში იბრძოდნენ თავისუფლებისთვის, მისი მოპოვების შემდეგ ნებაყოფლობით უარს ამბობენ მასზე და ნებდებიან ავტორიტარული სისტემის ბორკილებს. წიგნი, რომელზეც დღეს ვისაუბრებ და რომელიც ფრომის პირველი ინგლისურენოვანი მონოგრაფია 1951 წელს გამოიცა. როდესაც ტოტალიტარულმა სისტემებმა ყველა სოციალური სივრცე და ადამიანების პირადი ცხოვრება შთანთქეს. ფრომი გვაჩვენებს, რომ ევროპაში ფაშიზმის აღზევება შიშველი და პრიმიტიული ძალადობრივი გადატრიალების შედეგი არ იყო. არამედ პირიქით, მილიონობით ევროპელი მზად იყო ნებაყოფლობით დაეთმო თავისუფლება, რადგან ეძებდა მისგან გაქცევის გზებს. ეს ვითარება კომპლექსურ ახსნას ითხოვს, ამიტომ როგორც ავტორი წერს, თუ კი გსურს ვებრძოლოთ ფაშიზმს, პირველ რიგში ის უნდა გავიაზროთ. უსარგებლო ოპტიმისტური ფორმულების განმეორება, რადგან ეს ისეთივე უაზრო და არაეფექტურია, როგორც გვავიან დღეებში ინდიელების ცეკვა, რომელსაც მათი აზრით წვიმა უნდა მოჰყოლოდა. ამიტომაც წიგნი ცდილობს გაანალიზოს თანამედროვე ადამიანში არსებული ფსიქოსოციალური ფაქტორები, რამაც იგი აიძულა უარი ეთქვა თავისუფლებაზე და დამორჩილებოდა ფაშისტურ რეჟიმს. თავისუფლების ისტორია წარმოჩენილი არის ხოლმე კოლექტივისგან ინდივიდის გამოყოფის პროცესად, რომელიც ევროპაში საუკუნეების განმავლობაში მიმდინარეობდა. შუა საუკუნეებში ადამიანი არ არსებობდა როგორც დამოუკიდებელი ერთეული. ის იყო დიდი ორგანიზმის, ოჯახის, თემის, ეკლესიის ნაწილი, რომლის ადგილი და როლი წინასწარ იყო განსაზღვრული. ამ პერიოდში ადამიანის ცნობიერება ნახევრად მძინარე მდგომარეობაში იყო, დაფარული რწმენის, ილუზიისა და ბავშვური სრუწმენების ფარდით. მას არ გააჩნდა პიროვნული თავისუფლება, მაგრამ ჰქონდა უსაფრთხოების და კუთვნილების მყარი განცდა. ფრომი ამას პირველად კავშირებს უწოდებს, რომლებიც ადამიანს სამყაროსთან აკავშირებდა და უსაფრთხოების განცდას აძლევდა. ეს კავშირები მართალია აფერხებდა ადამიანის სრულ განვითარებას, მაგრამ ამავდროულად მას აძლევდა ორიენტაციას და იმის განცდას, რომ რაღაცას ან ვიღაცას ეკუთვნოდა. რეფორმაციისა და კაპიტალიზმის აღზევების შემდეგ ეს პირველადი კავშირები დაიმსხვრა და ადამიანი გარე ბორკილებისგან გათავისუფლდა. ეს იყო ეგრეთ წოდებული თავისუფლება რაღაცისგან, თავისუფლება თემთან, მიწასთან, სხვადასხვა ინსტიტუციებთან მიკუთვნებულობისგან და ტრადიციული ნორმებისგან. ფრომი ამ პროცესს ბავშვის დაბადებას ადარებს. ბავშვი დედის სხეულს წყდება, მაგრამ ფუნქციურად მაინც მასია დამოკიდებული. ისევე როგორც ბავშვის შემთხვევაში, შუა საუკუნეებიდან გამოსულმა ადამიანმაც მოიპოვა წოდებისგან და ფეოდალური გარეგანი ბორკილებისგან დამოუკიდებლობა. მაგრამ დაკარგა ის უსაფრთხოება, რასაც პირველადი კავშირები აძლევდა. მარტო დარჩენილმა მან იგრძნო უმწეობა, შიში და იზოლაცია. ამ მდგომარეობისა უტანობა უბიძგებდა მას გაქცეოდა მოპოვებულ თავისუფლებას და ეძებნა ახალი კავშირები. ფრომი ამ პროცესს შემდეგნაირად აჯამებს. ადამიანი რაც უფრო მეტად თავისუფლდება, იმ გაგებით, რომ თავდაპირველი ერთიანობიდან გამოდის და უფრო მეტად ხდება ინდივიდი, მას აღარ აქვს სხვა არჩევანი გარდა იმისა, რომ მან სპონტანურად გაერთიანდეს სამყაროსთან, სიყვარულისა და პროდუქტიული შრომის საშუალებით, ან მოიპოვოს უსაფრთხოების განცდა ისეთი კავშირებით, რომლებიც ანადგურებენ მის თავისუფლებას და მის ინდივიდუალურ მთლიანობას. რეფორმაცია ფრომისთვის გადამწყვეტი ეპოქა. ლუთერმა და კალვინმა დაასუსტეს ეკლესიის ავტორიტეტი და ადამიანი უშუალოდ ღმერთის წინაშე დატოვეს. ეს თითქოს თავისუფლებას ნიშნავდა, მაგრამ სინამდვილეში ადამიანის უმწეობის განცდა კიდევ უფრო გაღრმავდა. განსაკუთრებით კალვინის დოქტრინა, რომლის მიხედვითაც ღმერთი წინასწარ განსაზღვრავს ადამიანის ბედს, ეს კიდევ უფრო უმწეოდ ტოვებდა ინდივიდს. შემდეგ კაპიტალიზმის განვითარებამ საბოლოოდ შეარყია ტრადიციული საზოგადოებრივი უსაფრთხოება. ინდივიდი აღმოჩნდა კონკურენციაზე დაფუძნებულ სამყაროში, მარტო საკუთარი ძალისხმევის ანაბარად და როგორც ფრომი წერს, კაპიტალიზმმა გაათავისუფლა ინდივიდი, მას საშუალება მისცა, რომ საკუთარ ფეხს ემდგარიყო და ბედი ეცადა, ის საკუთარი ბედის ბატონი გახდა, მისი იყო რისკი, მისი იყო მოგება. მაგრამ ამავდროულად ეს იყო გათავისუფლება იმ კავშირებისგან, რომლებიც შუა საუკუნეების ადამიანს გარანტიებს ანიჭებდა.
ბაზრის კანონები, კონკურენცია და კაპიტალის ძალაუფლება იქცა ზებუნებრივ ძალად, რომელიც ადამიანის ბედს განაპირობებდა. აქედან გამომდინარე ადამიანებს ორი გზა ჰქონდათ. ან მოეხვეჭათ პოზიტიური თავისუფლება, ანუ შემოქმედებითობა, სამყაროსთან ჰარმონიული კავშირი და პროდუქტიული საქმიანობა, ან გაქცეოდნენ თავისუფლებას და ეძებნათ უსაფრთხოების ილუზია. ფრომის აზრით უმეტესობა მეორე გზას ირჩევდა. ამიტომაც როგორც ის ამბობს, ადამიანი ადვილად იქცა ღმერთის მსახურიდან ეკონომიკური მანქანის მსახურად და საბოლოოდ ფიურერის მორჩილ ქვეშევრდომად. ადრე ადამიანი მზად იყო ყოფილიყო მხოლოდ ღმერთის დიდებისთვის არსებული საშუალება. შემდგომ ის საკმარისად მომზადდა იმისთვის, რომ მიეღო მსახურის როლი ეკონომიკური მანქანისთვის და საბოლოოდ ფიურერისთვის. ფრომის აზრით თანამედროვე საზოგადოებაში, რომელშიც ადამიანები გათითოკაცებულები და ატომიზირებულნი არიან, მარტოობისა და უმწეობის გრძნობისა უტანელი მდგომარეობიდან თავის დასაღწევად, ისინი მიმართავენ გაქცევის სამ ძირითად მექანიზმს. ეს მექანიზმები არ არის დადებითი შედეგის მომტანი, ისინი უბრალოდ საშუალებას აძლევენ ადამიანს გაიქცეს იმ აუტანელი მდგომარეობიდან, რომელშიც ის აღმოჩნდა. პირველი მექანიზმი ავტორიტარიზმია. ეს არის უარის თქმა საკუთარი ინდივიდუალურ მეზე და მისი გადაცემა ირაციონალური ავტორიტეტისთვის, რათა ადამიანმა მოიპოვოს ის ძალა, რომელიც ინდივიდუალურ მესაკლია. აქ ფრომი ხედავს როგორც მაზოხისტურ სწრაფვებს, ასევე სადისტურს. ორივე საბოლოოდ მარტოობის შიშიდან იღებს სათავეს. მაზოხისტური სწრაფვები ვლინდება საკუთარი თავის დამცირებაში. ადამიანი საკუთარ თავს ხსნის გადაწყვეტილების მიღების აუტანელ ტვირთს, ის კარგავს თლიანობას, მაგრამ სამაგიეროდ ხდება უფრო დიდი მთელის ნაწილი. ხოლო სადისტური სწრაფვები ვლინდება სხვებზე ბატონობის და მათი დაჩაგვის სურვილში. ფრომისთვის ძალაუფლების სურვილი სიძლიერის კი არა სისუსტის გამოხატულება. ეს არის უძლური მეს სასოწარკვეთილი მცდელობა, მოიპოვოს გარეგნული შიშველი ძალა სხვების დამორჩილებით. ავტორიტარიზმი კი სადომაზოხისტური ხასიათის სტრუქტურა, რომელიც აღფრთოვანებულია ძალაუფლებით და ამავდროულად ცდილობს თავადაც ჰქონდეს ძალაუფლება სხვებზე. მეორე მექანიზმი დესტრუქციულობა. ეს არის არარეალიზებული განუხორციელებელი ცხოვრების შედეგი. როცა ადამიანის შემოქმედებითი ენერგია იბლოკება, ის დესტრუქციად იქცევა. დესტრუქციის მიზანი სამყაროს განადგურებაა, რათა ადამიანმა მასზე კონტროლის ილუზია მოიპოვოს და თავი დააღწიოს უმწეობის განცდას. მესამე მექანიზმი ავტომატური კონფორმიზმია. ეს არის ყველაზე მზაკრული მექანიზმი თანამედროვე საზოგადოებაში. ადამიანი მეტად აღარ არის საკუთარი თავი და მთლიანად იღებს პიროვნების იმ მოდელს, რასაც მას გაბატონებული კულტურა სთავაზობს. ის ხდება ზუსტად ისეთი, როგორიც სხვები არიან და როგორად ყოფნასაც მისგან მოელიან. ფრომი წერს, რომ საკუთრივი გადაწყვეტილება საკმაოდ იშვიათი მოვლენა ხდება საზოგადოებაში, რომელიც თითქოს ერთი შეხედვით თავისი არსებობის ქვაკუთხედად სწორედ ინდივიდუალიზმს მიიჩნევს. ამის შედეგად საკუთრივი მე ნადგურდება და მის ადგილს იკავებს ფსევდო-მე, რომელიც მხოლოდ როლს თამაშობს, რათა კონფორმულობით უსაფრთხოება მოიპოვოს. წიგნის ბოლოს ავტორი ანალიზებს ნაციზმის ფსიქოლოგიურ ასპექტებს. ის მიდის დასკვნამდე, რომ ნაციზმის წარმატება მის მიერ განხორციელებულ ძალადობასა და ტერორში კი არა, არამედ იმ ფაქტორებში უნდა ვეძებოთ, რაც ადამიანს შინაგანად ამოძრავებდა. ფრომი აჩვენებს, რომ გერმანიის მოსახლეობის დიდი ნაწილი, განსაკუთრებით საშუალო და თერთსაყელოიანი მუშათა კლასი, მზად იყო დაეთმო თავისუფლება და დამორჩილებოდა ტოტალიტარულ რეჟიმს. ეს მოხდა არა შემთხვევით, არამედ იმის გამო, რომ ამ სოციალურმა ჯგუფებმა დაკარგეს თავიანთი ეკონომიკური და სოციალური უსაფრთხოება, რასაც ტრადიციული საზოგადოებრივი წყობა აძლევდათ. ფრომის აზრით, ნაცისტური იდეოლოგია ენთუზიაზმით იყო მიღებული საშუალო კლასის მიერ, რომელიც შედგებოდა პატარა მაღაზიის მეპატრონეების, ხელოსნებისა და თეთრსაყელოიანი მუშებისგან. ნაცისტურმა იდეოლოგიამ მათ თავისი ბრმამორჩილებითა და სიზულულით შესთავაზა ახალი იდენტობა და ძალაუფლების განცდა, რაც საშუალო ადამიანის ემოციურ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებდა. ფრომი ხაზს უსვამს, რომ ნაციზმის სტრუქტურა ადამიანებს აძლევდა ერთდროულად ორი განსხვავებული განცდის დაკმაყოფილების საშუალებას. პირველი გახლავთ მორჩილება ზემდგომისად, ფიურერისადმი უსიტყვო ერთგულება. ამ გზით ადამიანი თავისუფლდებოდა პირადი პასუხისმგებლობის ტვირთისგან. გადაწყვეტილებებს სხვები იღებდნენ. მას მხოლოდ მორჩილება ევალებოდა, რაც მაზოხისტური სწრაფვის გამოვლენა. მეორე იყო ბატონობა ქვემდგომზე. ნაცისტური იერარქია ყველას აძლევდა ვიღაცის დამცირების საშუალებას. ებრაელები, სლავები, ოპოზიცია,
ადამიანი გრძნობდა, რომ ზემდგომ მავალს ემორჩილებოდა, მაგრამ თან ყოველთვის ყავდა ქვემოთ მდგომი, ვისაც იბატონებდა. ეს კი სადისტური სწრაფვის დაკმაყოფილება. თავისუფლებისგან გაქცევა ნათლად გვიჩვენებს, რომ თავისუფლებაზე უარის თქმა ინდივიდის ბრმა არჩევანის შედეგი არ არის. იგი ყოველთვის კონკრეტული ისტორიული და სოციალური ნიადაგიდან საზრდოობს. მე-20 საუკუნის ევროპაში ასეთი ნიადაგი შექმნა ეკონომიკურმა კრიზისმა, საზოგადოებრივმა რღვევამ და დემოკრატიული ინსტიტუტების უძლურებამ. სწორედ ამ გარემოებებმა გაუხსნა გზა ავტორიტარიზმს, რომელიც მილიონებისთვის მიმზიდველ ალტერნატივად იქცა. ფრომის ანალიზი დღევანდელ პოლიტიკურ რეალობასაც უჩვეულო სიზუსტით ხსნის. თანამედროვე მსოფლიოში, სადაც ეკონომიკური უთანასწორობა ღრმავდება, სოციალური გარანტიები იშლება, დემოკრატიული მექანიზმები კი ხშირად შინაარსისგან დაცლილ ჩარჩოდ იქცევა, კვლავ ჩნდება საშიშროება, რომ თავისუფლება მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის აუტანელ ტვირთად იქცეს. ასეთ ვითარებაში ადამიანები ადვილად ემხრობიან პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც სწრაფ და მარტივ გამოსავალს პირდებიან მათ. პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების ნაცვლად ისინი მზად არიან უსაფრთხოების ილუზიის სანაცვლოდ მორჩილება არჩიან. სწორედ აქედან საზრდოობს თანამედროვე პოპულიზმი და ავტორიტარიზმი. ეს მოძრაობები საზოგადოებას ერთიანობისა და სიმტკიცის გარეგნულ სურათს სთავაზობენ. სინამდვილეში კი ახალ მორჩილებას ამკვიდრებენ. ისინი პოულობენ გარე მტერს ან შიდა მოღალატეს, რომელსაც საზოგადოებაში დაგროვებულ პრობლემებს მიაწერენ და ამ გზით მასების მობილიზებას ცდილობენ. ფრომის შეხედულებით ასეთი სტრატეგიები ყოველთვის იმ შიშებსა და გაუცხოებას ემყარება, რასაც ეკონომიკური და სოციალური კრიზისები ბადებს. ამიტომ თავისუფლებისგან გაქცევა მხოლოდ საარქივო მნიშვნელობის ტექსტი არ არის. იგი დღესაც გვაფრთხილებს, თუ საზოგადოებაში არ არის სოციალური უსაფრთხოების განცდა, თანასწორობა და ადამიანური ღირსების დაცულობა, მაშინ თავად თავისუფლების იდეა მუდამ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. მის შესანარჩუნებლად მხოლოდ დემოკრატიული ინსტიტუტების არსებობა არ კმარა. აუცილებელია ისეთი სოციალური და ეკონომიკური საძირკველი, რომელიც თითოეულ ადამიანს მისცემს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის, განვითარებისა და უსაფრთხოების რეალურ შესაძლებლობას. სხვაგვარად, თავისუფლება კვლავ იქცევა იმ მსხვერპლად, რომელსაც ადამიანები ცრუ იმედებისა და პოლიტიკური ილუზიების სანაცვლოდ ნებით გაიღებენ.